სწრაფი მშვიდობის ნიშნები ჯერ არ ჩანს, თუმცა დონალდ ტრამპი ხედავს. პრეზიდენტი ჩქარობს, რადგან ომის დასასრულებლად დათქმულ ვადას ზედმეტად ჩამორჩა. სასწორზე ამერიკის რეპუტაციაა, რომელსაც პარტნიორები სულ უფრო მეტი გულდაწყვეტით, მეტოქეები კი უფრო მეტი ქებით აფასებენ. გულდაწყვეტილებს დონალდ ტრამპმა ასე უპასუხა. ვფიქრობ, თავად ვარ იმედგაცრუებული იმით, რაც მოხდა. ნაწყენები არიან იმის გამო, რომ მაგიდასთან ადგილი არ ჰქონდათ. ამისათვის 3 წელი ჰქონდათ და მეტიც. თქვენ ომი უნდა დაგესრულებინათ 3 წლის მანძილზე. თქვენ არასოდეს უნდა დაგეწყოთ ის. თქვენ შეგეძლოთ შეთანხმების დადება. ეს მარტივი იყო. მე ვფიქრობ, რომ მაქვს ძალა დავასრულო ეს ომი და ვფიქრობ, ყველაფერი კარგად მიდის. მე არ ვიცი ხალხი როგორ ცხოვრობს, როდესაც ზელენსკის რეიტინგის შედეგები ვნახე. ვიფიქრე, ვინ ცხოვრობს იქ. ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც უკრაინაში არჩევნები არ გვქონია. გვაქვს საომარი მდგომარეობა. უკრაინის ლიდერს კი არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ რეიტინგი 4%-მდე დაეცა. სხვა სიტყვებით კაპიტულაცია. ასე აღიქვა ბევრმა ის ალტერნატივა, რომელსაც ტრამპი 3 წლის წინანდელ უკრაინას თავაზობდა. ეს მისმა კრიტიკოსებმა საგანგაშო გზავნილად მიიღეს, მით უმეტეს, რომ დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინის საერთაშორისო არენაზე დააბრუნა და ნატოში უკრაინის გაწევრიანების დათქმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ენიშნად კიდევ ერთი რამ. უნდოდა ეს თუ არა ამერიკის პრეზიდენტმა რუსეთის ცნობილი ნარატივი გაიმეორა, რომლითაც კრემლი ზელენსკის ლეგიტიმაციას ომის დროს გადადებული არჩევნების გამო აყენებდა ეჭქვეშ. რუსული აქცენტი ტრამპის სიტყვებში ზელენსკიმაც ამოიკითხა და ვიდრე ამერიკის წარმომადგენელს შეხვდებოდა, ტრამპს უპასუხა. 4%-იან რეიტინგს რაც შეეხება, სამწუხაროდ პრეზიდენტი ტრამპი დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს. ეს აქამდეც გვინახავს და გვესმის, რომ ამის წყარო რუსეთია. ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ რიცხვებთან დაკავშირებით ამერიკასა და რუსეთს შორის დისკუსიებიც წარიმართა. ეს სამწუხაროა, მე პატივს ვცემ პრეზიდენტ ტრამპს, როგორც იმ ერის პრეზიდენტს, რომელიც მუდამ გვიჭერდა მხარს, თუმცა ის დეზინფორმაციაში ცხოვრობს. ვფიქრობ, ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარება პუტინს იმ იზოლაციის დასრულებაში, რომელიც მის წინააღმდეგ სამართლიანად დაწესდა. ვისურვებდი, რომ დონალდ ტრამპის გუნდი იყოს მეტად მართალი, რადგან ამ ყველაფერს არ აქვს პოზიტიური გავლენა უკრაინაზე. სამაგიეროდ ეხმარება პუტინს დაუსხლტეს იზოლაციას. სამშობლოში 57%-იანი რეიტინგის მქონე ზელენსკისთვის მიუღებელია რუსული დიქტატის კარნახი ომის მესამე წელს. ამბობს, რომ ქვეყანას ამისათვის არ უბრძოლია. ის უკრაინის გარდა მოლაპარაკებების პროცესში თურქეთისა და ევროპის ჩართვასაც ითხოვს. ევროპის კონტინენტზე სამხედრო თვალსაზრისით ამერიკა ჯერ არაფერს ცვლის. კითხელოგი, რომელიც კიევამდე ვარშავაში იმყოფებოდა, ამერიკული ჯარების გაყვანას ევროპის არც ერთი ფლანგიდან არ განიხილავს. დამშვიდდით, არ არსებობს წუხილის საფუძველი იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეამცირებს საკუთარ სამხედრო ყოფნას ჩვენს ქვეყანაში, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რაიმე სახით უკან გაიწვევს საკუთარ თანაპასუხისმგებლობას ევროპის უსაფრთხოებაზე. ვფიქრობ, ამერიკა თამაში ძლიერად შემოვიდა, როდესაც საქმე უკრაინის ომის დასრულებას ეხება. ველი რომ სულ მცირე ცეცხლი შეწყდება და დასრულდება რუსული აგრესია უკრაინაში. თუ ეს აგრესია უკრაინაში რუსეთის სასარგებლოდ დასრულდა, პოლონეთი მშვიდად ვერ იქნება. მასთან ერთად კი მთელი ევროპაც. ასეთია განწყობა ძველ კონტინენტზე, სადაც ცნობად მიიღეს ლავროვის სიტყვები, რომლითაც ევროპული სამშვიდობო ძალების უკრაინაში განთავსებას მოსკოვმა წითელი შუქი აუნთო. ევროპელი ლიდერები ამჯერად უფრო დიდი შემადგენლობით პარიზში მოლაპარაკებების მეორე სესიას მართავენ. დონალდ ტრამპის ხედვები მათ უკვე იციან. სურთ ევროპის პასუხი ღირსეულად ჟღერდეს, პრაქტიკული და ფილოსოფიური გაგებით, თუმცა გამოვა თუ არა, აქ ჯერ კითხვის ნიშნებია. რუბიოს სიტყვები ძალიან მკაფიო იყო. ევროპა იქნება მოლაპარაკებების მონაწილე, იმ ნათელი მიზეზის გამო, რომ ჩვენ დავაწესეთ მასზე სანქციები, რომლებიც მოქმედია. ვერ იარსებებს მოლაპარაკება, თუ მაგიდაზე არ იდება სანქციების საკითხი და არ იქნება ის ხალხი, ვინც ისინი დააწესა. რუსეთი ქმნის ესკალაციის საფრთხეს ევროპისთვის იმ ქმედებებიდან გამომდინარე, რასაც ის სხვადასხვა სფეროში ეწევა. იქნება ეს პოლონეთის საზღვარი თუ თავდასხმები დიდ ბრიტანეთში, ინფორმაციული მანიპულაციები რუმინეთში, მკაფიო საფრთხე მათ ბირთვულ დოქტრინაში. დღის ბოლოს საუდის არაბეთში მოლაპარაკებებს გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინი, რომელმაც ორი ქვეყნის დელეგაციის შეხვედრა დადებითად შეაფასა. უპასუხა კითხვებს ევროპელების პრეტენზიებთან დაკავშირებითაც. ხმის უფლებას ითხოვენ რაში?
ამ შეხვედრის მიზანი და განხილვის თემაც ორმხრივი ურთიერთობების მოგვარება იყო. ამერიკასა და რუსეთს შორის ნდობის გარეშე უკრაინის კრიზისის მოგვარება შეუძლებელია. რუსეთი არასოდეს ამბობდა უარს ევროპელებთან კავშირებზე, არც მოლაპარაკებებზე ამბობდა უარს უკრაინაზე. ჩვენ არაფერს ვამბობთ შეერთებულ შტატებსა და მოკავშირეებს შორის ურთიერთობებზე, მაგრამ ბევრი რამ სწორედ მოკავშირეების ბრალია. რაც შეეხება დონალდ ტრამპთან შეხვედრას, მას სიამოვნებით შევხვდები. დიდი ხანია არ მინახავს, მაგრამ შეხვედრა და ყავის ან ჩაის დალევა და მომავაზე საუბარი არაა საკმარისი. უნდა მივახციოთ, რომ ჩვენმა გუნდებმა მოამზადონ საკითხები, რომელიც ორივესთვის მნიშვნელოვანია. პრეზიდენტი კონფლიქტის დარეგულირებაზე მოკლე ვადებს აწესებდა, მაგრამ უკვე მიიღო ინფორმაცია სპეცსამსახურებიდან. მან უკვე თქვა, რომ ამას ნახევარი წელი მაინც დასჭირდება. შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა ტრამპმა არ გამორიცხა ის თებერვლის ბოლომდე შედგეს. ჩაერთვება თუ არა მასში უკრაინის პრეზიდენტი. ეს უცნობია. ცნობილია, რომ საუდის არაბეთში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიზიტი იმის გამო გადადო, რომ ამით ლავროვი რუბიოს შეხვედრის პათოსისთვის ლეგიტიმაცია არ მიეცა.